დღეს ქრისტიანთა უმრავლესობა ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს და ზეიმობს. ბევრს სჯერა რომ თუ კი წავლენ და ბზას აიღებენ და შემდეგ სახლში დაკიდებენ სადღაც მათ 7 და წარმატებული წელი ექნებათ. სამწუხაროდ დღეს ბზობა ქცეულია და მისი შინაარსი და გააზრება ქცეულია რაღაც მაგიურ რიტუალად და ეს ისევე ხალხის ბრალია. მე აქ არავისკენ არ გავიშვერ ხელს და არავის არ დავადანაშაულებ. ერთის მხრივ რომ ხალხი საერთოდ ადამიანები დღეს ქრისტიანები ნომინალურად ქრისტიანები არ ინტერესდებიან თუ რას აკეთებენ ამა თუ იმ მოქმედებით. ბზობასთან დაკავშირებით მათეს სახარების 21 თავში არის აღწერილი პირველი მუხლიდან მე-11 მუხლის ჩათვლით, რომ მაცხოვარი უნდა გამოჩენილიყო როგორც მეფე, როგორც მხსნელი, იუდეველთა მხსნელი და მას უნდა როგორ თქვა მას უნდა განეცხადებინა რაღაცა და არც კი იციან დღეს ძალიან ბევრმა რომ ის გაცხადება რაც ქრისტემ განაცხადა სახედარზე შესვლით ეს იყო გაცხადება რომ მოვიდა მეფე, მოვიდა მხსნელი შენი იერუსალიმო. იმიტომ რომ ზაქარიას 9:9-ში ძალიან მკაფიოდ არის დაწერილი. მოდი ვნახოთ. ვინც არის ის ზაქარია, ეს არის ძველი აღთქმის წინასწარმეტყველი. რომელიც წინასწარმეტყველებს ქრისტეზე, იესოზე. იხარე დიადო სიონის ასულო, დაეცი ყიჟინა იერუსალიმის ასულო. აჰა შენი მეფე მოდის შენთან მართალი და გამარჯვებული. თვინიერია ის და ამხედრებულია სახედარზე და ჩოჩორზე, ჭაკივირის ნაშიერზე. ქრისტე ტყუილა არ აკეთებს ამას. ქრისტემ განზრახ გადაწყვიტა, რომ სახედარზე უნდა შესულიყო, იმიტომ რომ აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება. ღმერთი თვითონ არის ავტორი იმ წინასწარმეტყველების და იმ სიტყვების, რაც შემდგომში უნდა აღსრულდეს. და წინასწარმეტყველების აზრით ზუსტად ეგ არის, რომ ღმერთი აღასრულებს მას და ჩვენ ვიგებთ უკვე მას შემდეგ, როდესაც ეს უკვე მოხდება. ამიტომ ქრისტიანებს დღეს არც კი მოძდით თავში აზრად თუ რა აზრი და არსი ჩადო მაცხოვარმა ამ მოვლენით. ქრისტემ გამოაცხადა თავი მეფედ და გამოაცხადა თავი მესიად. ეს არის 21 თავის პირველი მუხლიდან მე-11 მუხლის ჩათვლით. და მე-4 მუხლში წერია ყოველივე ეს მოხდა რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს. წეღარას წავიკითხეთ ზაქარიადან. უთხარი სიონის ასულო, აჰა შენი მეფე შენთან მოდის, 7 და მჯდარი ვირზე და ჩოჩორზე, სახედრის ნაშიერზე. ანუ წინასწარმეტყველება აღასრულა იესო ქრისტემ ამ მოვლენით და ამ მოქმედებით. რის შემდეგაც მოწაფეები წავიდნენ და ისე მოიქცნენ, როგორც იესომ უბრძანა, მოჰგვარეს მას ვირი და ჩოჩორი, დაუფინეს ზედ თავიანთი სამოსლები და დაჯდა მათზე. დიდძალი ხალხი თავის სამოსელს უფენდა გზაზე, სხვები კი ხეების ტოტებს ჭრიდნენ და გზაზე უფენდნენ. ხოლო ხალხი წინ რომ უძღოდა და უკან მისდევდა, შესძახოდა ოსანა დავითის ძეს, კურთხეულია უფლის სახელით მომავალი, ოსანა მაღალთა შინა. ებრაელებმა გაიგეს მესიჯი. თუ რა იყო? აქ არ იყო მთავარი ტოტის დაფენა, აქ არ იყო მთავარი ტანსაცმლის დაფენა. დღეს ესეთი წარმოდგენა, რომ თითქოს ბზა არის ცენტრალური ნაწილი, თითქოს ბზა არის აქ მთავარი. არა და როდესაც
კითხულობთ სახარებას, ხედავთ, რომ აქ საერთოდ ბზაც არ არის. იოანეს სახარებაში, მაგალითად, მე-12 თავის მე-13 მუხლში წერია, რომ პალმის ტოტებს უფენდნენ. და ბზა იმის გამო, რომ აქ საქართველოში პალმა ეგრე არ მოდის, ხო? ამიტომ ბზა არის ეს მცენარეა აღებული და იმიტომ რომ ზოგადად ბზა გვიან ხმება. მისი ანუ დიდხანს ინარჩუნებს თავს და როცა კი ხმება არ ჭკნება, ანუ ფორმას ინარჩუნებს ფერს იცვლის. ამიტომა არჩეული ბზა, თორემ ისე პალმა იყო, მაგრამ ამასაც არა აქვს მნიშვნელობა. ამ ისტორიაში საერთოდ არ არის აქცენტი იმაზე, რომ ბზა უნდა დაკიდო და ჩამოკიდო სადღაცას. კი, რატომაც არა, ვისაც უბრალოდ სიმბოლურად გამოხატავს და ეს მისთვის ასე ვთქვათ შეხსენება ქრისტიანისთვის რატომაც არა. მაგრამ სამწუხაროდ ისაა, რომ დღეს აღარავის ახსოვს თუ რა მოხდა ამით. რომ ქრისტემ გამოაცხადა თავი მესიად, რომ ამ მოქმედებით ქრისტემ გამოაცხადა თავი მეფედ, ის ვინც უნდა წაუძღვეს თავის ერს. და ისრაელი არც მეტი არც ნაკლები, როგორც პავლე მოციქული გალატელთა ეპისტოლეში, ასევე რომაელთა ეპისტოლეში არაერთხელ აღწერს და ამბობს, რომ ისრაელი თქვენ ახართ უკვე, რომ აღარ არის გარჩევა წარმართსა და იუდეველთა შორის. ქრისტეში ყველანი აბრაამის მემკვიდრეები ვართ. და არ არსებობს ცალკე ისრაელი, ანუ ცალკე ქრისტიანები და ცალკე ისრაელი, არამედ ეს ერთი მთელია. ეს სამწუხაროდ დღეს დაკარგულია და ბევრს არ ესმის. მაგრამ განა შეიძლება ამ დონემდე დავიყვანოთ მაცხოვრის შესვლა იერუსალიმში და ტოტის ზომამდე ჩამოვიყვანოთ. ეს მოვლენა ხო არ არის ის, რომ აქ მთავარი ტოტები გააფინეს. არამედ ქრისტემ განაცხადა თავი როგორც მხსნელი და როგორც მესია. იმიტომ რომ ესაიას 62 თავის მე-11 მუხლში ძალიან მკაფიოდ არის მან ლაპარაკი, რომ ის მოდის როგორც მხსნელი და ზაქარია 9:9 და ესაიას 62 თავი დაკავშირებულია ერთმანეთთან. და ძალიან ბევრი არ კითხულობს ზუსტად ამას. 62 თავის მე-11 მუხლი და ზაქარიას მე-9 თავის მე-9 მუხლი. ეს ერთი მთელია, ეს ერთი წინასწარმეტყველებაა და იესოზე გამფენილია მთელ ძველ აღთქმაში წინასწარმეტყველებები. სამწუხაროა, რომ დღეს აღარ გვინდა და აღარ ვკითხულობთ წმინდა წერილს. არ გვაინტერესებს. ჩვენთვის მთავარია რა გვეტყვის. ესა თუ ის მოძღვარი, ან რა სიძახის ესა თუ ის წმინდა მამა. რა თქმა უნდა, მე არ ვარ ამის წინააღმდეგი, რა სისულელია, მაგრამ ადამიანებმა დაკარგეს აღქმა იმისი, თუ ვის მისდევენ და ვის ისწამთ. და ის, რომ ამ მოქმედებით ქრისტემ განაცხადა თავისი მეფობა, შემდეგ შევიდა ტაძარში და გადაატრიალა ყველაფერი. ეხლა ისმის კითხვა, განა ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი ღვთის ტაძარი არ არის? განა ჩვენ არ უნდა გადავაკონტროლოთ ჩვენი საკუთარი თავი? თუ რაღაცა ვაჭრობის ბუდე ხო არ არის ჩვენში? რაღაცა სურვილები ხო არ არის ისეთი, რომ ღმერთი გადავწიო გვერდზე პლანზე, რაც დაემართა ისრაელს, ხო? ისრაელს რა დაემართა, ისრაელმა დაივიწყა თაყვანისცემის ადგილი და სავაჭრო ადგილად აქცია. და განა რამით განსხვავდება ჩვენი სხეული და ჩვენი ტაძარი, რომ ღმერთი დავიწყებული ყავს და მარტო ბოდიშით ბარბარიზმისთვის და უცხო სიტყვას გამოვიყენებ, პაპრაზნიკამ, ანუ დღესასწაულებზე გვახსენდება მხოლოდ, რომ თურმე ქრისტიანები ვართ და თურმე ტოტები უნდა მოვტეხოთ და ჩამოვკიდოთ სახლში. მთელი უბედურებაც ეგაა, რომ ქრისტიანებმა დაივიწყეს ქრისტიანობა, ქრისტიანებმა დაივიწყეს ქრისტე, ქრისტიანებმა დაივიწყეს თავიანთი საწყისები. და ამიტომ მკვდარ რიტუალებამდეა დაყვანილი ყველაფერი. ხოლო
პავლე იძახის, რომ სიტყვა კლავს სულია ცოცხლებს. აქ ლაპარაკია მკვდარ ქმედებაზე, მკვდარ ასოზე, რომელსაც არ აქვს მოქმედება ადამიანის ცხოვრებაში. ანუ მკვდარი ასო არ არის ცნებები. Даже ბევრ ქრისტიანს დღეს გონია რომ მკვდარი ასო მცნებებია. არა, მკვდარი ასო არის ღმერთის სიტყვა, რომელსაც არ გადაშლი და არ კითხულობ. ის მკვდარი ასოა შენთვის. ხოლო სიტყვა უფლისა, რომელიც ადამიანის ცხოვრებას ცვლის და მოქმედებს, ის ცოცხალი სიტყვაა უკვე, რომელიც მკვდარი იყო და გაცოცხლდა, იმიტომ რომ მოქმედებაში მოვიდა. და ქრისტემ თავისი თავი ამით შეიყვანა იერუსალიმში, რომ მე მოვედი თქვენი მხსნელი, მე მოვედი თქვენი მაცხოვარი. ამიტომ დავფიქრდეთ თუ რა არის სინამდვილეში ბზობა, რისთვის არის ის, ვისთვის არის ის და რა უნდა გავიხსენოთ ჩვენ ამით მაცხოვრისაგან, რა გააკეთა. ბზობის დღესასწაული უდრის ტაძრის ატრიალების დღეს, გადაყირავების დღეს, როდესაც ყველა უკუღმართობა, რაც იქ იყო, ქრისტემ ამოატრიალა. ჩვენ მოგწონს მარტო ტოტი, მაგრამ არ გვინდა მისი შინაარსი. ამიტომ ჩვენ თვითოულ ჩვენ თავმა უნდა ჩვენ თავებს მივხედოთ და ჩვენ შინაგან თავში ჩავიხედოთ. იქნებ ადგილი, სადაც ღმერთის თაყვანისცემა უნდა მიმდინარეობდეს, ანუ საკუთარი სხეული და საკუთარი თავი, საკუთარი სული. იქნებ და უნდა მიმართული იყოს ღმერთის თაყვანისცემისკენ, რომელსაც არ ვაკეთებ და ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ ამის გარდა ყველაფერი გავაკეთოთ. კარიერა, მე არა ვარ წინააღმდეგი, ფული, ბიზნესი და ასე შემდეგ, ყველაფერი საჭიროა. მაგრამ სადღა არის ადგილი, როდესაც ადამიანი ასრულებს იმ მოვალეობას, რისთვისაც იყო ის შექმნილი, ანუ გამოხატავს თაყვანისცემას. ამიტომ აი ეს დამოკიდებულება ქრისტიანობის სამწუხაროა დღეს და მეგობრებო, დაუბრუნდით იმას, რისთვისაც უფალმა შეგვქმნა, რისთვისაც განგვაწესა. და ეს არის მისი მსახურება, ერთმანეთის მსახურება და სიყვარული. ასე რომ მე გისურვებთ მშვიდობიან ბზობის დღესასწაულს და აი მტოც რომ აიღებთ, გაიხსენეთ თუ რა განაცხადა ქრისტემ ამით. რა გააკეთა ქრისტემ ამით? ქრისტემ გააკეთა ის, რომ უნდა მოხდეს ტრანსფორმაცია თვითეული ჩვენთაგანის, რომ უნდა მოხდეს რეფორმაცია თვითეულ ჩვენთაგანში, რომ უნდა მოხდეს განახლება, უნდა მოხდეს შინაგანი კაცის განახლება და ის რომ ის მოვიდა, რათა ვეხსენით ჩვენი ცოდვებისაგან. ამიტომ მე გისურვებთ, რომ ეს დღე დაიმახსოვროთ თლიანად კონტექსტში, თუ რა უნდა და მაცხოვარს ამ მოქმედებით და რა აღასრულა მან.